1979 წლის 4 ნოემბერი. თეირანი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამერიკის დიპლომატი. სამუშაო დღე რთულად იწყება, რადგან საელჩოსთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ეს იქამდეც არაერთხელ მომხდარა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. საპროტესტო აქცია მალევე დაკარგავს მშვიდობიან სახეს და თქვენ ფანჯრიდან ხედავთ, როგორ მოძრება ერთი მონაწილე ღობეზე. მას მეორე მოყვება, რომელიც გარეთ მყოფებს შიგნიდან გაუხსნის კარს. რამდენიმე წუთში საელჩო აღებულია. 52 თანამშრომელი მძევლადაა აყვანილი და ეს კრიზისი 444 დღის განმავლობაში ვერ დაიძლევა. ისტორიაში ეს დღე შევა როგორც ირანში ამერიკელი მძევლების კრიზისი. მაგრამ ამ ამბავში არის ერთი დეტალი, რომელიც ბევრმა არ იცის, რადგან ის 17 წლის განმავლობაში იყო მკაცრად გასაიდუმლოებული. იმ დღეს საელჩოდან 6 ადამიანი გაქრა. ისინი შენობის უკანა გასასვლელიდან გავიდნენ, ჩაიარეს რევოლუციონერებით სავსე ქუჩა და მიიმალნენ. თუ მათ იპოვიდნენ, ციხეში კი არ ჩასვამდნენ, არამედ სიკვდილით დასჭიდნენ. ახლა ამერიკის დაზვერვამ უნდა მოიფიქროს გეგმა, რომლის მიხედვითაც შეძლებენ ამ ადამიანების ირანიდან გაყვანას და ეს იქნება ყველაზე გიჟური, რაც კი მათ ოდესმე გაუკეთებიათ. თანაც სიტუაციას ისართულებდა, რომ მაშინ რევოლუციონერებმა ამერიკა შერაცხეს ნომერ პირველ მტრად. ამიტომ იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ მიმართეს იმ გზას, რომელსაც მიმართეს, ყველაფერს ცოტა შორი პრიზმიდან უნდა შევხედოთ. 1953 წელს ირანის პრემიერ-მინისტრი იყო მოჰამედ მოსადეყი, რომელმაც მოახდინა ნავთობის ნაციონალიზაცია, რადგან ჩათვალა, რომ ის მხოლოდ ირანის საკუთრება იყო. ამან, რა თქმა უნდა, კონფლიქტი გამოიწვია დიდ ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან ირანულ ნავთობს ფაქტობრივად ბრიტანული კომპანია, Anglo-Iranian Oil Company აკონტროლებდა. მოგების მცირე პროცენტი ირანს ხვდებოდა, ხოლო დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გადიოდა. მოჰამედის გადაწყვეტილების შემდეგ კი ბრიტანეთი კარგავდა ნავთობის სტრატეგიულ წყაროს და ამასთან უმსხვილესი ინვესტიციები საფრთხის ქვეშ ვარდებოდა. ბრიტანეთის ეკონომიკისთვის ეს დიდ დარტყმას ნიშნავდა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ უნდა ვახსენოთ ცივი ომი, რადგან 1953 წლის შემდეგ მსოფლიო ორ ნაწილად გაიყო. ერთი ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იყო, ხოლო მეორე საბჭოთა კავშირის. ირანი კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა საბჭოთა კავშირთან ახლოს. ვაშინგტონი ნერვიულობდა, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა საბჭოთა კავშირის გავლენის გაძლიერებას გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ ბრიტანეთმა შემოიღო ეკონომიკური ბლოკადა. უარი თქვა ირანული ნავთობის შესყიდვაზე და ასევე გაყინა ირანული აქტივები, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა მათ ეკონომიკაზე. ამაზეც არ გაჩერდნენ და 1953 წელს ამერიკის შეერთებული შტატების CIA და ბრიტანეთის Mi-6-მა ჩაატარა საიდუმლო ოპერაცია სახელით ოპერაცია აიაქსი. ისინი ირანში აფინანსებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს, მხარს უჭერდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მონაწილეობას იღებდნენ გადატრიალების ორგანიზებაში, რის შედეგადაც გადააყენეს მოჰამედი მოსადეყი. ქვეყნის სათავეს დაუბრუნდა მოჰამედ რეზა ფეჰლევი. ირანის მოსახლეობისთვის ამ ორი ქვეყნის შუამდგომლობა ნიშნავდა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას, რის გამოც ამ ხალხისთვის ამერიკამ დაკარგა ნეიტრალიტეტი. რა მოხდა შემდეგ? შაჰმა ფაქტობრივად მიიღო შეუზღუდავი ძალაუფლება. ირანი კი იქცა ამ რეგიონში ამერიკის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ. ამერიკელი მრჩეველები მუშაობდნენ მათ ჯარში, აწვდიდნენ იარაღს. დასავლური კომპანიები მონაწილეობას იღებდნენ უმსხვილეს პროექტებში. ქვეყანა ნამდვილად მიდიოდა წინ. შაჰი არ იყო რელიგიური ლიდერი და ცდილობდა ქვეყნის გათანამედროვეობას, რის გამოც 1960-იან წლებში შემოიღო რეფორმის პროგრამა, რომელსაც უწოდებენ თეთრ რევოლუციას. ის მოიცავდა მიწის რეფორმებს, ქალთა უფლებების გაფართოებას, განათლების სისტემის განვითარებას, მასშტაბურ ინდუსტრიალიზაციას. შენდებოდა უნივერსიტეტები, სკოლები, ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა. ირანი დიდ ფულს შოულობდა ნავთობზე და თეირანიც მეგაპოლისი ხდებოდა, დიდრული უბნებითა და სასახლეებით. შაჰი კი დიდებულ სახელმწიფო ღონისძიებებს მართავდა. თუმცა, მოსახლეობის ნაწილისთვის ეს ზედმეტად ჩქარი პროცესი აღმოჩნდა. რელიგიური ლიდერები კარგავდნენ გავლენას. მათთვის ეს იყო ღირებულებების, ტრადიციის დაკარგვის ტოლფასი. პროვინციებში ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად უარესდებოდა. ინფლაცია სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სოციალური უთანასწორობა მკვეთრად შესამჩნევი ხდებოდა. ყველაზე მძიმე ფაქტორი იყო სავაქის არსებობა. ეს იყო ახლად ჩამოყალიბებული საიდუმლო პოლიცია, რომელიც შეიქმნა მოჰამედ რეზა ფეჰლევის სურვილით, CIA-სა და ირანის დაზვერვის თანამშრომლობით.
ისინი უთვალთვალებდნენ ოპოზიციონერებს, უსმენდნენ მათ საუბრებს, აკავებდნენ, კითხავდნენ და აწამებდნენ ყველა ეჭვმიტანილს. ახშობდნენ პროტესტებს და ადამიანებმაც მალე დაიწყეს მათი შიში. მიუხედავად იმისა, იყვნენ ისინი აქტივისტები თუ არა. ეს შიში მალევე გადაიზარდა აგრესიაში. ადგილობრივები ვერ უძლებდნენ ეკონომიკურ ზეწოლას, თავს გრძნობდნენ დამცირებულად. ეშინოდათ და სურდათ საკუთარ ქვეყანაზე კონტროლის დაბრუნება. წეღან ვახსენე, რომ ეს სიახლეები განსაკუთრებით მიუღებელი იყო რელიგიურ წრეებში, სადაც ჩნდება მნიშვნელოვანი ფიგურა რუჰოლა ხომეინი. ის საუბრობდა არამხოლოდ რელიგიაზე, არამედ დამოუკიდებლობაზე, ღირსებაზე და სამართლიანობაზე. 1979 წელს რევოლუცია უკვე გაჩაღებულია. ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული და მასობრივი დემონსტრაციები სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება. სპეცსამსახურს სიტუაციაზე კონტროლი დაკარგული აქვს. მოჰამედ რეზა ფეხლევი კრიზისის ცენტრშია და ამერიკა მას ურჩევს დროებით ქვეყნის დატოვებას, რადგან მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, კიბო, და მისი დღეები ისედაც დათვლილი იყო. ამით თან ამერიკა მოკავშირეებს უმტკიცებდა იმას, რომ მათ კრიზისის დროსაც არ დატოვებს უყურადღებოდ და შეიფარებს. იანვარში მოჰამედი ტოვებს ქვეყანას, ფორმალურად დროებით, თუმცა რეალურად ის უკვე ვეღარ აკონტროლებდა სახელმწიფოს. ძალაუფლება გადადის რევოლუციონერების რუჰოლა ხომეინის ხელში. თითქოს პრობლემა დაძლეულია. აგრესიის მთავარი ფიგურა ქვეყანაში აღარ იმყოფება. სიტუაცია უნდა დარეგულირებულიყო, თუმცა არა. რადგან გაქცეული მოჰამედი ამერიკამ შეიფარა, ირანელებისთვის ეს ნიშნავდა ერთს, მის ღია მფარველობას და იმას, რომ ისინი აპირებდნენ შეთქმულებას და ახალ რევოლუციას ახლად გათავისუფლებული ქვეყნის წინააღმდეგ. ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობდა, თუმცა ეს აზრი მოედო მთელ სახელმწიფოს. და მივადექით ჩვენ თემას. 1979 წლის 4 ნოემბერს სტუდენტების ჯგუფი, რომელიც თავს უწოდებდნენ ხომეინის ხაზის გამგრძელებლებს, იკრიბებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. თავდაპირველად მათი გეგმა უბრალო, მშვიდობიანი პროტესტი იყო, რაც მალევე გადაიზარდა საელჩოს აღებაში. დიპლომატები მალავდნენ საიდუმლო დოკუმენტებს, ანადგურებდნენ საბუთების ნაწილს, სანამ შეჭრილი რევოლუციონერები კაბინეტებში იარაღებით არ შეუვარდებოდნენ. კავშირი გაწყდა. 52 ადამიანი მძევლად აიყვანეს. თუმცა, ამ ქაოსში ვერ შენიშნეს 6 ადამიანის საელჩოს უკანა კარიდან გასვლა. ისინი ფეხაკრეფით გადაადგილდებოდნენ ქუჩაში, რომელიც მაშინ ყველაზე სახიფათო ადგილი იყო ამერიკელთათვის. თუ მათ დაიჭერდნენ, დიპლომატებად კი არა, ჯაშუშებად აღიარებდნენ. ახლა წარმოიდგინეთ მათი განცდა. მთელი ქალაქი მათ წინააღმდეგ იყო. არანაირი გეგმა არ ჰქონდათ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში განწირულები იყვნენ. ამიტომ ბედს შეეგუნენ და ასე შეუიარაღებლად, ყველანაირი თავდაცვის საშუალების გარეშე, ჯიბეში ამერიკული პასპორტებით ქუჩაში მიაბიჭებდნენ. თავდაპირველად თავი ერთ-ერთი სახლში აფარეს, თუმცა იქ დარჩენა სახიფათო იყო, რადგან რევოლუციონერები კარდა-კარდა დიოდნენ და ამოწმებდნენ საბუთებს, ეძებდნენ უცხოელებს. რამდენიმე დღეში მათ მიიღებს კანადის საელჩო, კანადის ელჩის კენ ტეილორის დახმარებით. მას კარგად ესმოდა რამხელა რისკზე მიდიოდა. თუ ახლანდელი ირანის მმართველი ძალა ამას გაიგებდა, მთელი კანადა საფრთხეში ჩავარდებოდა. ისინი დაყვეს. ნაწილი კენ ტეილორის სახლში განათავსეს, ხოლო მეორე ნაწილი ერთ-ერთი კანადელი დიპლომატის. ეკრძალებოდა სახლის დატოვება, ფარდების გადაწევა და ვინმესთან დაკონტაქტება. ყოველდღიურად უდიდეს სტრესში იმყოფებოდნენ. უყურებდნენ ახალ ამბებს, სადაც აჩვენებდნენ მათ თანამშრომლებს, რომლებიც ირანელებს მძევლად ყავდათ აყვანილი. და ყოველ დღე, ყოველი ნაბიჯის ხმაზე, ელოდებოდნენ, რომ მივიდოდნენ მათ დასაჭერადაც. ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დაიწყეს განადგურებული დოკუმენტების აღდგენა. რადგან პანიკაში მყოფმა თანამშრომლებმა ისინი განმანადგურებელი აპარატის საშუალებით დაჭრეს. შესაბამისად აღდგენა არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას. ეს უბრალოდ დროის ამბავი იყო, ისევე როგორც იმის მიხვედრა, რომ მძევლებს აკლდა 6 ადამიანი. ამერიკაში ანალიტიკოსები ტვინს იჭყლეთდნენ იმაზე ფიქრით, როგორ გამოეყვანათ გადატრიალებული ირანიდან 6 ადამიანი. სამხედრო ვარიანტი შეუძლებელი იყო, რადგან ნებისმიერი ჩარევა გამოიწვევდა საერთაშორისო სკანდალს, ღია დაპირისპირებას და მძევლების სიკვდილს. მომავალში ამერიკის შეერთებული შტატები ცდის ამ ვარიანტს სხვა სიტუაციაში. ჩაატარებენ ოპერაციას სახელით ოპერაცია არწივის კლანჭი, რაც კატასტროფით დასრულდება. ყალბი პასპორტებით გამოყვანის ცდაც უდიდესი რისკი იყო. განიხილებოდა ასე მათ თურქეთში გადაყვანა, თუმცა არა ირანელებს დეტალურად ამოწმებდნენ.
აეროპორტი კონტროლდებოდა და საზღვრებზე სიტუაცია ისედაც მუდმივად დაძაბული იყო. ამიტომ თუ ყალბი პასპორტით გამოიჭერდნენ, ბრალდება უფრო დაუმძიმდებოდათ. განიხილებოდა დიპლომატიური გაცვლაც, მაგრამ ირანს ჯერ ინფორმაცია არ ჰქონდა ამ ადამიანებზე და შესაბამისად ამერიკას ამ ვარიანტისთვის რომ მიემართა, თავად იქნებოდა ინფორმატორი. იყო ბოლო ვარიანტიც, რომ რაც შეიძლება დიდხანს დაეტოვებინათ ეს ადამიანები კანადელებთან და დაუდებოდნენ სიტუაციის დამშვიდებას. თუმცა არავინ იცოდა, როდემდე გაგრძელდებოდა ეს მდგომარეობა და რაც უფრო დიდხანს რჩებოდნენ ისინი ირანში, მით უფრო იზრდებოდა პოვნის ალბათობაც. და აქ ჩნდება ყველაზე უცნაური და გიჟური გეგმა, რომელიც არ მდგომარეობდა არც დამალვაში და არც გაქცევაში. მისი მიზანი იყო ქვეყნის დატოვება მთავარი აეროპორტის საშუალებით აუჩქარებლად. უბრალოდ იმ მიზეზით, რომელიც იმ სიტუაციაში ზედმეტად არასერიოზულად ჟღერდა. ჩნდება ჩვენი მთავარი ფიგურა, აგენტი ტონი მენდესი, რომელმაც ანალიტიკოსებს შესთავაზა გეგმა, რომლის მიხედვითაც მათ თავი უნდა გაესაღებინათ როგორც კანადელ გადამღებ ჯგუფად, რომელიც დაინტერესებული იყო ირანით და მისი ეგზოტიკით, ვითომ ეძებდნენ ლოკაციას ფანტასტიკური ჟანრის ფილმისთვის. რამდენად არასერიოზულად ჟღერს არა? თუმცა, რამდენადაც გიჟური იყო იდეა, მით ნაკლებ საფრთხეს ხედავდა აგენტი მასში. რატომ ვერ გაასაღებდა სხვა პროფესიის ადამიანებად, მაგალითად სკოლის მასწავლებლად? სკოლები დაკეტილი იყო, ნავთობის სპეციალისტებად, არც ისინი დარჩნენ ქვეყანაში. ამასთან, 1970-იან წლებში ჰოლივუდი აქტიურად იღებდა ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ვარსკვლავური ომები. გადამღები ჯგუფები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდნენ და ეძებდნენ ეგზოტიკურ ადგილებს. ირანი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა და ვარიანტიც იდეალურად ჟღერდა. ახლა წარმოიდგინეთ, ამ იდეის განსახორციელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში არეგისტრირებენ ნამდვილ კინოკომპანიას, სახელით Studio Six Projects. წერენ ფანტასტიკური ჟანრის ფილმის რეალურ სცენარს. ფილმის სახელია Argo. ქირაობენ ოფისს, ქმნიან კონცეპტ არტებს, გარეკანებს, ვიზუალებს, ბეჭდავენ სავიზიტო ბარათებს. ჰოლივუდის ჟურნალში ათავსებენ რეკლამას. ანუ თუ ვინმე ირანში ამ მის გარეთ შეამოწმებდა ინფორმაციას, დარწმუნდებოდა მის რეალობაში, რადგან გარშემო ყველა ელოდა ახალ ფილმს და ეჭვიც კი არავის შეუტანია რამეში. და ეს იყო მთავარი პრინციპიც. ლეგენდას უნდა ეცოცხლა ოპერაციის გარეთაც. კანადა ოფიციალურად თანხმდება ამერიკას დახმარებაზე. ირანში მყოფი 6 ადამიანისთვის იქმნება კანადური პასპორტები, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის კენ ტეილორს. უფიქრებენ ახალ ბიოგრაფიას. ერთი უნდა ყოფილიყო პროდიუსერი, მეორე სცენარისტი, მესამე რეჟისორი, მეოთხე კოსტიუმების დიზაინერი, მეხუთე ოპერატორი და მეექვსე ლოკაციის მენეჯერი. მენდეს გეგმის სისრულეში მოყვანისთვის რამდენიმე დღე ჰქონდა და კარგად ესმოდა ის, რომ აქ ყველაზე სუსტი მომენტი არა დოკუმენტები იყო, არამედ ეს ადამიანები. 6 დიპლომატი, რომელიც უკვე 3 თვე კანადელებთან იმალებოდნენ. არ გადიოდნენ გარეთ, არ იყენებდნენ ტელეფონს. უბრალოდ ოთახიდან ოთახში გადაადგილდებოდნენ. ფსიქოლოგიურად გადამწვარნი იყვნენ. ყოველ დღე ახალ ამბებში ხედავდნენ ძევლად აყვანილ თანამშრომლებს და ელოდებოდნენ სიკვდილს. ქუჩიდან ესმოდათ პროტესტის ხმა. გარშემო აბსოლუტურად ყველგან გაკრული იყო ანტიამერიკული პოსტერები. ამასთან საელჩოში ისხდნენ სტუდენტები, რომლებიც ნელ-ნელა პაზლივით აწყობდნენ განადგურებულ დოკუმენტებს, რომლებშიც მალე მათი სახელი და გვარები ამოტივტივდებოდა. გამოცხადდებოდა ოფიციალური ძებნა, რომლისგანაც ვეღარავინ ვეღარასდროს ვეღარ უშველდათ. წამზომი ჩართული იყო. 25 იანვარს მენდესი კანადის პასპორტითა და ფილმი Argo სცენარით, რომელიც ფანტასტიკური ჟანრის კოსმოსურ თავგადასავალზეა აღმოსავლური მოტივებით, მიფრინავს თეირანში. გადის დაკითხვას და არწმუნებს ყველას, რომ ის ქვეყანას ფილმის გადასაღებად ეწვია. თავს პროდიუსერად ასაღებს. გზად ხედავს მომიტინგეების ჯგუფს, რომელთა ლოზუნგია სიკვდილი ამერიკელებს. კანადელებთან თანამშრომლობით მაშინ ვეხვდება დამალულ დიპლომატებს. შეშინებულ ხალხს, რომლებსაც გადარჩენის იმედი სრულად გადაწურული აქვთ. აძლევს დოკუმენტებს, სადაც წერია სცენარის დეტალები, ფილმის ბიუჯეტი, იმის ახსნა თუ რატომ ეძებს გადამღები ჯგუფი ლოკაციას მაინც და მაინც ირანში და ვინ აფინანსებს პროექტს. მათ თავიანთი ახალი როლი უნდა ესწავლათ რეალურზე უკეთესად. მენდესი უტარებს რეპეტიციებს, წვრთნის იმაზე თუ რა კითხვას როგორ უნდა უპასუხონ. მთავარია არ გამოიყურებოდნენ შეშინებულებივით, არ ისაუბრონ ზედმეტი და არ აერიოთ დეტალები. მათ თავად უნდა დაეჯერებინათ და გაეთავისებინათ ის ისტორია, რომელიც ფურცელზე დაუწერეს. 2 დღეში გეგმა სისრულეში უნდა მოეყვანათ. 1980 წლის 27 იანვარს ინიშნება ფრენა.
წინა ღამეს თვალი ვერავინ ვერ მოხუჭა. ჩააბარგეს მინიმალური რაოდენობის ნივთები, ისინი, რომელზეც არავის არანაირი კითხვა არ გაუჩნდებოდა. ყველას კარგად ესმოდა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა. თუ მათ აეროპორტში დააკავებდნენ, კანადაც საქმეში გარეული აღმოჩნდებოდა. სკანდალი საერთაშორისო სახეს მიიღებდა. მათ ჯაშუშებად შერაცხავდნენ და დასასრული მხოლოდ ერთი ექნებოდათ. დილით ადრე მენდესთან ერთად 6 დიპლომატი 3 თვის შემდგომ პირველად ტოვებს სახლს. შეცვლილი გარეგნობით, სხვისი ტანის ამოსით. მიემართებიან ქვეყნის მთავარ აეროპორტში მეჰრაბადში. გზად გადიან შეიარაღებულ პოლიციელებს, ხომეინის პლაკატებს, პროტესტანტებს. თუმცა, ყველაზე სარისკო არა აეროპორტამდე გზა იყო, არამედ პასპორტ კონტროლი. კი, მათი დოკუმენტები წესრიგში იყო, თუმცა 7-დან 1 მაინც თუ რომელიმე კითხვაზე შეყომდებოდა ან წაბორძიგდებოდა, ყველა გაიძირებოდა. რევოლუციის დროს ნებისმიერი არაირანელი ეჭვს იწვევდა, განსაკუთრებით თუ დასავლური პასპორტი ჰქონდათ. კი, მათ ჰქონდათ კანადის საბუთები, თუმცა ეს არ უშველდათ გადამოწმებისგან, ან კითხვების დასმისგან. იქაურობა სავსე იყო ჯარისკაცებით. და მართლაც, აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდება და დასვამს კითხვებს. რატომ ფანტასტიკა? რატომ მაინც და მაინც ირანი? და რატომ ახლა, ამ ქაოსში? გუნდი წარმატებით გაართვამს თავს ამ კითხვებს და მათ გაუშვებენ. თუმცა, ამ დროს გამოცხადდა ტექნიკური შეფერხება. რეისზე ჩასხდომა შეჩერდა და წარმოიდგინეთ ახლა ამ ადამიანების ფიქრი და ემოციური ფონი. საბოლოოდ პრობლემა მოგვარდა. ისინი თვითმფრინავში ავიდნენ. ფრენის შემდეგ ტაში არავის დაუკრავს. არანაირი ემოცია არ ყოფილა. მაინც ელოდნენ იმას, რომ ვიღაც მივიდოდა და მათ გაიყვანდა. მხოლოდ მაშინ მოეშვნენ, როდესაც საერთაშორისო სივრცეში შევიდნენ. ალკოჰოლი კვლავ ნებადართული გახდა და ლუდი ჩამოადარეს. ეს ალბათ მათ ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი ყლუპები იყო. თვითმფრინავი წარმატებით დაჯდა ჯერ ევროპაში, შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათ ტაშით არავინ არ დახვედრილა. რადგან ისტორია ამით არ დასრულებულა. ირანში კვლავ რჩებოდა 52 ამერიკის მოქალაქე, რის გამოც 1997 წლამდე 6-ის გადარჩენის ისტორია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. 17 წელი მასზე არავინ არაფერი არ იცოდა. დასაწყისში ვახსენე მეორე სპეცოპერაცია არწივის კლანჭი. 1980 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სცადა სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარება დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად, რაც ირანის უდაბნოში კატასტროფით დასრულდა. თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართავობით, ქვიშის ქარიშხლით, თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახებითა და 6 ამერიკელი ჯარისკაცის გარდაცვალებით. ამის შემდეგ გამორიცხული იყო ძალოვანი გათავისუფლება. საბოლოოდ მძევლები 454 დღის შემდეგ, 1991 წლის 20 იანვარს გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გახდა. დიპლომატები ჯერ ალჟირში გადაიყვანეს, შემდეგ კი სამშობლოში დააბრუნეს. ამ კრიზისმა უკიდურესად გაართულა ამერიკისა და ირანის ურთიერთობა და უდიდესი გავლენა იქონია 1980 წლის არჩევნებზე. რაც შეეხება არგოს, ის რა თქმა უნდა არავის გადაუღია. თუმცა 2012 წელს ჰოლივუდმა თავისი საქმე გააკეთა და ამ სიუჟეტზე გადაიღო ფილმი, იგივე სახელწოდებით, რომელმაც ოსკარის 3 პრემია მოიგო, მათ შორის საუკეთესო ფილმის. გირჩევთ ამ ფილმს უყუროთ. ჩვენი აგენტი ტონი კი ცნობილი გახდა და მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. That moment of moving through immigration was one of those occurrences where we were not sure. The 8 of us arrived at immigration, put down our authentic-looking, phony document packages, and the immigration guy looked at the pile, and he picked it up, and he went out to the back room. We said, "What is he doing?" He came out stirring a cup of tea. He was taking his tea break. So we were cleared to go into the departure lounge. The immigration checkpoint was the last barrier. Yep. When the plane takes off, when the wheels take off, that must have been the moment you felt this has worked. Yes, we always say there's nothing as lovely as the feeling of wheels up. In this case, we were still in Iranian airspace for a while. So everybody was holding their breath until we were out of Iran completely.
and then we had a celebration. So when it happened, everyone assumed it was a Canadian intelligence operation that had worked. Exactly, yeah. And that was exactly our goal. Because you didn't want there to be any further reprisals against the American hostages. Exactly, yeah. ეს ისტორია არ არის იდეოლოგიაზე, არც პოლიტიკაზე, ნავთობზე ან ცივომზე. ეს არის იმაზე, რომ ზოგჯერ ყველაზე ეფექტური ოპერაცია მაშინ ტარდება, როდესაც არავინ ისვრის და არავის კლავენ. იმაზეა, რომ დაზვერვა მუშაობს სიჩუმეში, ზოგჯერ იარაღის გარეშე, სცენარის საშუალებით. და წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო სპეცოპერაცია ტარდება და ჩატარებულა, რაზეც ალბათ ვერასდროს ვერაფერს გავიგებთ. თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი გენიალურ სპეცოპერაციასა და სულელურ რისკს შორის, როგორც ეს ბევრმა არგოს უწოდა. მადლობა, რომ ბოლომდე მიყურეთ. ტრადიციულად გთხოვთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამომიწეროთ და დამიტოვოთ რაიმე სახის კომენტარი, იმიტომ რომ ეს ძალიან მეხმარება. დროებით.